საცოდავებო თქვენა და ავიცი ავანტყოფების აი მე ერთი ქალბატონმა აი ნინო ნადირაძემ ძალიან შესანიშნავად აი გასცა პასუხი აი ნაძირლებს ძალიან მომეწონა მისი განცხადება ერთხელ კი ძალიან ცუდად მოიქცა ეს ქალბატონი რომ აი შეურაცხყოფა მიაყენა იქ რუსეთს და რაღაცა ისე ილაპარაკა და მე გავეცი პასუხი ამაზე და აი ეს არის ნამდვილად სწორი შეფასება აი ამ ხალხისა. მე ეს კინო ნანახი მაქვს და შვილო არ მინდა რომ შენ იგივე ნახო და მინდა რომ უკეთესი ცხოვრება ნახო, დამიჯერე, დაითმინე, ცოტა ხანი გავიაროთ რაღაცა ეს 20-30-ში იხსნება ხო პირდებიან გაფართოებაზე საუბარი. 5 წლით ადრე მეზობელს რო ესწრი, ახლობელს რო ესწრი, არავის რო არ ელაპარაკები, ყველა ერთმანეთს რო ვერ იტანს. და თუ არ გიყვარს, მათ თუ არ გიყვარს, მეზობელი თუ არ გიყვარს, ახლობელი თუ არ გიყვარს და ყველა გეზიზღება, ეს სამშობლო რაღაც ნიშნავს მეც მითხარით, ამიხსენით. ანუ ევროპა გინდა ჩემს გარეშე, შენს გარეშე, მეზობლის გარეშე, ძმის გარეშე, რის გარეშე, ანუ ძალიან ბოლშევიკში გადავიდა ეს ხალხი. კლასიკური ბოლშევიკური სქემაა და აი მაიდნის სცენარი ასე წინ ვიდებთ და ეს მარიონეტებით ამ ბავშვებს ატარებენ აი ამ მიმართულებით. სამოქალაქო ომამდე მივა ეს ყველაფერი და ერთი 10 წლით უკან დაიწეს ქვეყანა. და ალბათ ეს ბავშვები თავის თვალით ნახავენ უკვე რაც ჩვენ გამოვიეთ და რაც მე არ მინდა რომ მოხდეს. აუცილებლად ამერიკული ჯარი და რა ქვია, ნატოს ჯარი აქ არ შემოგივა. შემობრიგინდება რუსის ტანკი. იმედია რომ ეგ ეს ვიზახი ყველაზე სულ სცენარი. აი ნამდვილად არ ვიცი, არც დედა უნდა, არც მამა უნდა, არც ნათესავი უნდა, ყველას აგინებენ. ყველას ჩახოცვა უნდათ, ერთი უნდათ დარჩეს მიშა და მარტო თვითონ რა.